თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს ბათუმს ესტონეთის პრეზიდენტი ეწვია ტომას სილვეს საქართველოში 2 დღე დარჩება დღეს ესტონეთის პირველმა განახლებული ქალაქი დაათვალიერა მოგვიანებით კი ახლგახსნილი იუსტიციის სახსეცვია იქვე შედგა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ესტონელ კოლეგას მხარდაჭერისთვის თავის მხრივ ტომას სილვესმა საქართველოში გატარებული რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება რომლის მიხედვითაც ქვეყანა მსოფლიოში სამაგალითოდ იქცავს ხვალიდან ტომას სილვესი ოფიციალურ შეხვედრას უკვე თბილისში განაგრძობს ჩვენ მეგობარს ესტონეთის პრეზიდენტს ჩვენ არასდროს არ დაგვიწყდება რომ ის იყო ერთ-ერთი იმ 5 ქვეყნის ლიდერიდან რომელიც ჩამოვიდა 2008 წლის აგვისტოში ყველაზე დაძაბულ დღეს როცა თბილისში მთელი თბილისი საქართველოს ჩვენი ყველა მოქალაქე და მათ შორის ისინი ვინც იყვნენ პარლამენტის შეკრებილები იყვნენ და საფრთხის ფიზიკური საფრთხის ქვეშ იყვნენ და ფიზიკური საფრთხის ქვეშ იყვნენ არა მხოლოდ ისინი არამედ უნდა თქვა რომ იმ ლიდერები რომელიც ჩამოვიდნენ მათაც დიდი პიროვნული რისკი აიღეს თავისთავად და დიდი გამბედაობა გამოიჩინეს მაგრამ ეს იყო გადამწყვეტი დღე სიმართლის დღე ევროპისთვის და მსოფლიოსთვის და ტომას სილვესი იყო ერთ-ერთი ვინც დადგა ამ სიმართლის მხარეს ამიტომ ჩვენთვის თქვენ ნახეთ რომ აქ ეხლა მე ჩამოფრინდი ანანკლიდან სადაც არის პრეზიდენტ ადამ კუსის სახელობის ბულვარი იცით რომ აგერ არის ლეხ და მარია კაჩინსკის სახელობის ასევე მეორე ბულვარი და დანარჩენი ორი ლიდერი ვინც იყო აღარ არის ხელისუფლებაში ტომას სილვესი არის ის გამონაკლისი რომლის სახელსაც ჯერ საქართველოში არც ერთი ქუჩა არ ატარებს და კიდევ კარგი იმიტომ რომ ის არის მოქმედი ესტონელი პოლიტიკოსი და ესტონეთის ლიდერი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპელი ლიდერი, რომელიც მე ფიქრობ გააგზავნებს იმედმა გააგზავნებს მოღვაწეობას ამ საქმიანობას კიდე მრავალი წლის განმავლობაში. მე მინდა მადლობა უთხრა მას იმისათვის, რომ მან არაერთხელ განაცხადა, რომ არა მხოლოდ ხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, არამედ ხარს უჭერს ასევე ღია კარების პოლიტიკას ევროკავშირის და ამის დაფიქსირებას, იმიტომ რომ საქართველოს მომავალი რა თქმა უნდა არის ევროპის კავშირი, რა თქმა უნდა არის თანამედროვე ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. მოხარული ვარ რომ საქართველოში ვიმყოფები პირველად, როდესაც ჩამოვედი, მაშინ ძალიან რთული ვითარება იყო აქ. როდესაც დავბრუნდი ესტონეთში, ჩვენთან სიმღერის ფესტივალი ტარდებოდა და ქართული დროშები ფრიალებდა. საქართველოს გვერდით არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ ესტონელი ხალხი დგას. ამიტომაა ესტონეთი საქართველოს მეგობარი და უჭერს მხარს ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ რეფორმებს. ესტონეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას. თქვენ დიდი ნაბიჯი გადადგით წინ კარგი მმართველობის კუთხით და ამარცხეთ კორუფცია. თქვენი ქვეყანა გამჭვირვალე გახდა რეფორმების შედეგად და ამით უნდა იამაყოთ. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ბევრი ევროპული ქვეყანა აკვირდებოდა. მინდა აღვნიშნო რომ თქვენი სიძლიერეა რომ არჩევნები იყოს ისეთივე დემოკრატიული, როგორიც ვარდების რევოლუციის შემდეგ ტარდებოდა. ქართული გზა ეს არის მოდელი ბევრი ქვეყნისთვის, რომლებმაც თავი დააღწიეს ავტორიტარულ რეჟიმებს. ჩვენ არასდროს დაგვაუწყდება თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი რომელმაც თქვით საქართველოს პარლამენტში და სხვებმა მათ შორის ჯონ მაკკეინმა გაიმეორა ჩვენ ყველა ქართველები ვართ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი სიტყვებისთვის